ამ თემებზე როცა გელაპარაკებით ამ დღეებში მინდოდა კიდევ ერთი თემა მიმატებინა და შემდეგი კვირისთვის ალბათ სხვა ეკლესიაში ვიქნები და მინდოდა რომ ბარემ გამეგრძელებინა ჩემი სათქმელი რაც გქონდა თქვენთან. ამიტომ ღმერთს დიდება და მადლობა ამ შეხსენებისთვის რომ ჩვენი უფალი ღმერთი მართლა სიყვარულით აღსავსე ღმერთი არის. მართლა მამა არის და იმდენად დიდი მამა არის ჩვენთვის რომ ჩვენ საუკეთესო მამა კი ვინც კი არის აი ამ დარბაზში ახლა საუკეთესო მშობელი ვინც არის ჩვენ ხო არ ვიცით უფალმა იცის ყველაფერი აი ამ საუკეთესო მშობლის გული და განწყობას ვერ შეედრება ჩვენი ზეციერი მამის გულსა და განწყობას ღმერთს დიდება და მადლობა და იცით თავის დროზე უფალმა თქვა არის თქვენ შორისო ისეთი ადამიანი შვილმა რო სთხოვოსო თევზი და მიაწოდოს გველი ან სთხოვოს პური და მისცეს ქვა და თუ თქვენ კეთილმა თუ თქვენ ბოროტმა ადამიანებმა იცით კეთილი მისაცემის მიცემა თქვენი შვილებისთვის მით უმეტეს თქვენი ზეციერი მამაო ამენ ღმერთს დიდება და მადლობა ცოდვილი ადამიანის კი მშობელი განწყობილია რომ შვილს კარგი რაღაც მისცეს კარგი რაღაც გაუკეთოს და მით უმეტეს ჩვენი ღმერთი რომელიც ზეციდან იმზირება და რომელმაც საქმით და გვიმტკიცა რომ ის დიდებული და მოყვარული ღმერთი არის. ცოცხალ ღმერთს დიდება და მადლობა ამისთვის. მადლობა ჩვენ ძმა დავითს ამის შეხსენებისთვის. დიდებული არის ჩვენი უფალი და ჩვენგანაც მოკითხვები გადაეცით, სადაც იქნებით ბელორუსიაში ჩვენ დაძმებს გულითადი მოკითხვები. ღმერთს დიდება და მადლობა ამ ყველაფრისთვის, ამ ერთობისთვის, ამ მოზიარეობისთვის, რომ ჩვენ გვაქვს დრო ერთმანეთი ვნახოთ, ერთმანეთს მოусმინოთ. ამიტომ განდიდეს მოდი დღეს უფალი. მე ამ კვირების განმავლობაში განსაკუთრებულად გავამხვილე ყურადღება თუ ყურადღებით ისმენდით ლაპარაკობდი გულზე ჯერ ვილაპარაკე ხუთი რამ რაც გვეხმარება გულის დაცვაში ვილაპარაკე გულით ნდობაზე ღმერთის წინაშე ღმერთისადმი და დღეს მინდა ვილაპარაკო ისევ მსგავსი თემა მეორე რჯულის 32 თავის 31 მუხრიდან მაგრამ მანამდე მინდა შეგახსენოთ ზურფასებო კონტექსტი რომ მოსე თავისი სიცოცხლის დასასრულს როდესაც ისრაელს უკვე ტოვებდა და მოვიდა მისი წასვლის ჟამი ისრაელს დაუტოვა მან წინასწარმეტყველური საგალობელი ამას ეწოდება მოსეს საგალობელი მაგრამ თვითონ მოსემ კი არ მოიფიქრა არამედ უფალმა დაავალა და მინდა ეს ადგილი წავიკითხო ღმერთი ეუბნება მოსეს ახლა ჩაწერეთ ეს გალობა და ასწავლეთ ისრაელის ძეებს ჩაუდეთ ბაგეებში რათა ეს გალობა მე მოწმებოდეს ისრაელის ძეებთან ანუ ესე იგი რა არის როფასებო თვითონ უფალმა უთხრა მოსეს და უთხრა ჩაიწერეთ ეს გალობა და ასწავლეთ ისრაელის ძეებს რათა ეს გალობა მე მოწმებოდეს ისრაელის ძეებთან ამის შემდეგ ჩვენ ხედავთ კიდევ ერთ და 31 მუხზე სანამ გადავალ მინდა გითხრათ რომ აი ამ საგალობელში ძირითადად ეხლა მე აღარ წავიკითხავ შეგიძლიათ თქვენ წაიკითხოთ 31 თავი 32 თავი მთლიანად აი ამ საგალობელში ფაქტიურად ღმერთი ახსენებს ხალხს თუ ვინ არის ის ამ საგალობელში ზრფასებო ღმერთი ისრაელს ახსენებს თუ როგორ მიუძღოდა მათ წინ როგორ ხელმძღვანელობდა მათ აი ამ საგალობელში ასევე ღმერთი ახსენებს ისრაელს როგორ გადაუხვია ისრაელმა გზიდან და არაერთხელ მოხდა რა მათ ცხოვრებაში გადაუხვდნენ გზიდან ურჩობას იჩენდნენ ღვთისმსჯავრი მოდიოდა და შემდეგ ზრფასებო როდესაც მოტრიალდებოდნენ ისევ იწყალებდა უფალი მათ და აი ამ საგალობელში კიდევ ერთხელ ვიმეორებ ღმერთი ახსენებდა თავის ხალხს ვინ არის ღმერთი როგორ მიუძღოდა მათ როგორ გადაუხვიეს გზიდან და რა შედეგები მოყვებოდა ამ ურჩობას მაგრამ ამავე საგალობელში ღმერთი მათ ახსენებს თავის იდეადეს თავის ძლიერებას თავის ყოვლის შემძლეობას და თავის სიყვარულსა და ადამიანის მიმართ გამოვლენილ წყალობასა და მადლს. ამიტომ ზრფასებო ღმერთმა უთხრა მოსეს რომ როდესაც ეს ერი შევა აღთქმულ მიწაზე
იმავ თქმულ მიწაზე ღმერთმა უკვე იცოდა, რომ ისრაელი გადაუხვევდა, რომ ისინი დაიწყებდნენ უცხო ღმერთების კერთქვაყანისცემას და ეს საგალობელი, რომელიც ასწავლა ღმერთმა მოზეს მეშვეობით ისრაელის ხალხს, ეს საგალობელი ყოველთვის ახსენებდა მათ ღმერთის დიდებულებას, მის ყოველ გაკეთებულ საქმეს და ძლიერებას. ღმერთს დიდება და მადლობა ამისთვის. თურმე ეს საგალობელი ზრფასებო უფლის მიერ მინიჭებული ეს მათთვის იყო შეგონების საგალობელი, გახსენების საგალობელი. ამიტომ იცით რა, მოდი ჩვენ, როდესაც ვართ ეკლესიაში, მოდი გულით მოვეკიდოთ ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ. ამინ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში გუნდები და შემდეგ დარბაზში მყოფი ადამიანები. ჩვენ როდესაც უგალობთ ღმერთს ამ სიმღერებში, ჩვენ გვახსენებს უფალი თავის ყოვლის შემძლეობას, თავის ძლიერებას, თავის სიწმინდეს. რა თქმა უნდა, თანამედროვე დღეს საგალობლები და თანამედროვე მქადაგებლები უფრო მომართული არიან, რომ სამოტივაციო სიტყვის მიმართ, რომ ადამიანები გაამხნევონ, გაამტკიცონ, იმედი მისცენ. საგალობლებიც ამაზე არის საწყობილი, მაგრამ რატომღაც ადამიანებს ავიწყდებათ ხოლმე ის, რომ ღმერთი, ჩვენი უფალი, რომელიც ამ ქვეყანაზე არის, ეს არ არის ღმერთი, რომელსაც მარტო შეკვეთებს ვაძლევთ ჩვენ, რომ ეს გჭირდება, ის გჭირდება, ღმერთთან ჩვენ არ მოვდივართ ჩვენი ჩამოწერილი სურვილების სიით. ღმერთი უნდა განვადიდოთ ჩვენ მართლაც მთელი გულით ისეთი, როგორიც არის. დიდება უფალს, ზრფასება და მისი სიტყვა ჩვენ გველაპარაკება, მისი სიტყვა ჩვენ გვამხელს, მისი სიტყვა ჩვენ გვასწავლის. სულიწმინდის დანიშნულება ის არ არის მარტო გვეფეროს ამ ქვეყანაზე, რომ მარტო შეგვაგონოს და გვასწავლოს, ასევე სულიწმინდა ამხელს ადამიანებს და მხელა რატომღაც ადამიანებს არ მოსწონთ ხოლმე. ადამიანებს მოსწონთ სამოტივაციო სიტყვა, ნუ გეშინია, უფალი შენთან არის, უფალს უყვარხარ, რაც არ უნდა მოხდეს შენ ცხოვრებაში, მაინც უყვარხარ უფალს. დიახ, სწორია, მე ამ სიტყვებთან არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს, მაგრამ ჩვენ არ უნდა გავავიწყდეს ასევე წმინდა წერილის მეორე მხარეც. იცით, ამ დღეებში აღარ შეუდგები მოსახელების დასახელებას, მაგრამ ძმა კოტე როდესაც 4 შაბათს ასწავლე და შემდეგ კრიტიკული რაღაც აზრებიც მოვისმინე. ადამიანი, რომელიც კითხულობს სახარებიდან და ამბობს, იაკობი ამბობს ამას, ხოლო პავლე ამბობს ამას. და იცით რა არის, რატომღაც ზოგ შეიძლება მარტო პავლეს სიტყვები მოეწონოს და იაკობის სიტყვებს ყურადღება აღარ მიაქციოს, როცა რწმენაზე და საქმეებზე არის ლაპარაკი. მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ პავლეც და იაკობიც ორივე მოციქულები იყვნენ, ორივე ღვთისმსულით აღზრდულები იყვნენ. შეუძლებელია მარტივი ლოგიკა არის, მათ ერთმანეთის საწინააღმდეგოდ რაღაცა დაეწერათ. პავლე როდესაც ლაპარაკობს რწმენაზე, რომ რწმენით არის, მადლით არის რწმენის მეშვეობით გადარჩენა და არავით არის საქმეები საჭირო არ არის გადარჩენის მიღებისთვის, დიახ, ჭეშმარიტება არის. მაგრამ ამავე დროს იაკობი ამბობს, რომ ნამდვილი რწმენა, თუ ის რწმენა გაქვს, რომელმაც გადაგარჩინა და მადლით მოგცა ხსნა და გადარჩენა, ეს ნამდვილი რწმენა შენ ცხოვრებაში სიწმინდით გამოიხატება, შენ ცხოვრებაში კარგი საქმით გამოიხატება, ნაყოფებით გამოიხატება. და თუ ეს ნაყოფები არ არის, მაშინ კითხვის ნიშანი უნდა დასვა შენს თავდაპირველ რწმენასთან, მართლა ის რწმენა ქონდა, რომელმაც გადაგარჩინა? და არამს კრიტიკა. თითქოს იაკობი და პავლე ერთმანეთის მოწინააღმდეგენი იყვნენ. და თავის დროზე მარტინ ლუთერმაც, რომელმაც აიღო ამ რეფორმატორმა რწმენით გადარჩენაზე დოქტრინა, რომელსაც ვეთანხმებით ჩვენ, ის არ დაეთანხმა იაკობის წერილს და კარგახან იაკობის წერილს უარყოფდა. იმიტომ რომ აღიქვა, რომ იაკობი საქმეებზე ლაპარაკობდა, მაგრამ იაკობი ლაპარაკობს რწმენაზე და ადარებს ადამიანის სხეულს, რომ როგორც სულის გარეშე სხეული მკვდარია, ასე მარტო რწმენა ნაყოფების გარეშე ასევე მკვდარი არის, ზრფასება. იმიტომ რომ ასევე ეშმაკებს სწამთ და კანკალებენო. მაგრამ იაკობი ლაპარაკობს რწმენის საქმეებზე, შეუძლებელია შენ მაღლიდან შობილი იყო, შეუძლებელია შენ გადარჩენილი ადამიანი იყო და გადარჩენის ნაყოფები შენში არ ვლინდებოდეს. ამიტომ ჩემო ზრფასებო, ჩვენ კარგია სამოტივაციო სიტყვების მოსმენა, კარგია გამამხნევებელი სიტყვების მოსმენა, მაგრამ მე მინდა ჩემი გულის სურვილი არის როგორც ეკლესიის მსახური, ზრფასებო, რომ ეკლესია და მორწმუნეები იზრდებოდნენ, არა გულუბრყვილოებით, ზრფასებო, არა უბრალო ზრფასებო ისეთი აზროვნებით, რაღაც პრიმიტიული დოქტრინებით, მაგრამ ეკლესია უნდა იზრდებოდეს სერიოზული სწავლებით, სერიოზული მოძღვრებით, რომ
მოძღვრების არავითარმა ქარმა არ შეგარყიოს და არავინ არ მოგატყუოს ცხოვრებაში. დავიძრფასება მე ადრეს მithქვია და დღესაც ვამბობ თუ აი ამ კათედრიდან ვიტყვი ისეთ რამეს რაც არ წერია შეგიძლიათ არ მომისმინოთ იმ საკითხში თუ ბიბლიას ეწინააღმდეგება ისიც შემოძრფასება ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენ უნდა ჩავწუდეთ ღმერთის სიღრმე ჩვენ უნდა ვისწავლოთ სერიოზული ქრისტიანობა რომ ქრისტიანობა არ არის ზრფასება უბრალოდ ხელწამოსაკრავი რაღაც ქრისტიანობა არ არის ზრფასება უბრალოდ რწმენა და ნომინალური ქრისტიანული ქრისტიანის სახელისწოდება და ტარება ქრისტიანობა ეს არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება ქრისტიანობა ეს არის ქრისტეს მიმდევრობა ჩვენს ყოველ საქმეში ქრისტიანობა ეს არის მოусმინო ქრისტეს ქრისტიანობა ეს არის მიხვე იესო ქრისტეს სადაც მე ვარ ამბობს უფალი ჩემი მსახურის იქ იქნება იესო ქრისტე მწყემსია და თუ ჩვენ ცხრები ვარ ჩვენ იესო ქრისტეს ნაკვალებს უნდა მივყვეთ ქრისტიანობა არის ის როდესაც იესო ქრისტეს მივყვებით ქრისტიანობა არის ის როდესაც ჩვენ ცხოვრებაში უპირველეს ადგილზე იესო ქრისტეს ვაყენებთ და ქრისტიანობა არ არის ის რომ შენ იარო ეკლესიაში როცა გაწყობს ქრისტიანი იყო და როცა არ გაწყობს და კომფორტული არ არის რომელიმე საკითხის გადაწყვეტა შენ ცხოვრებაში გადაწყვიტო ისე როგორც შენ გინდა მაშინ ეს არ არის ქრისტიანობა ქრისტიანობა არის ზრფასება ქრისტეს შეყვარება მთელი გულით ქრისტიანობა არის ქრისტეს მიყოლა მთელი გულით ზრფასება ამიტომ მოდი ზრფასება დრო არის რომ გამოვფხიზდეთ ქრისტიანები და ყველაფერზე ამინს და ალილუიას ნუიტყვით დრო არის გამოვფხიზდეს ქრისტიანობა და ისწავლოს თეთრისა და შავის გარჩევა დრო არის გამოვფხიზდეს ქრისტიანობა და ისწავლოს გარჩიოს ნამდვილი ყალბისაგან ნამდვილი რწმენა ყალბი რწმენისგან ნამდვილი დოქტრინა ყალბი დოქტრინისგან ჩვენ უნდა გამოვიღვიძოთ ჩვენ უფალს მივყვებით ღმერთს დიდება და მადლობა ამენ ამიტომ როდესაც ეკლესიაში მიდის ქადაგებები გულის სისუფთავეზე როცა მიდის სიწმინდეს ელაპარაკი ნუ მოგბეზრდება ამის მოსმენა გიყვარდეს ერთ-ერთი პიროვნება რომელიც დიდი სულიერობით არ გამოირჩევა მაინც და მაინც როცა ვეკითხებოდი მას უცხოეთში არის რომ ეკლესიებში რომ მოიარა ეკლესიები და ერთ-ერთ პატარა ეკლესიაში მომეწონა იქ რატო მოგეწონებთ იქ ვეკითხები და ცოდვაზე მაინც ლაპარაკობენ ახაო სადაც მივედი ყველგან არსად არ ახსენებენო მას თითქოს არ არსებობდესო მაგრამ ამ ეკლესიაში სოდვის წინააღმდეგ ლაპარაკობენო და ისეთ გულს ესიამოვნა რომ ადამიანი არ ეძებს იმას რაც მის ყურს ესიამოვნება ჩვენს ყურს შეიძლება ბევრი ისეთი რაღაცა ესიამოვნოს რაც იოლია რაც მარტივი არის მაგრამ ჩვენს ყურს არ ესიამოვნება ის რაც რთულია და ქრისტიანობა ზრფასებო არც ისეთი მარტივია და არც რთულია მაგრამ ცხოვრებაში ჩვენ გვხვდება ზრფასებო მომენტები სადაც სირთულეებს გავდივართ და სადაც ჩვენ უნდა ვიყოთ მომზადებულები რომ ჩვენი სირთულეებს გაუმკლავდეთ ღირსეულად გავიაროთ ჩვენი გასავლელი გზა როგორც მოციქული პავლე ამბობდა თავისი სიცოცხლის ბოლოს რწმენას შევინარჩუნე მან თავისი სარბიელი გაიარა და ამბობს ახლა მე სიცოცხლის გვირგვინი მელოდება ამენ ამიტომ მოდი ზრფასებო ღირსეულად გავიაროთ ჩვენი წინამდებარე სარბოლი ჩვენი ცხოვრება ჩვენი ქრისტიანობა იყოს ღირსეული ამ ქვეყანაზე და რამდენი წელიც დაგვრჩა დღეს ჩვენ ამ ქვეყანაზე ზოგს მეტი ზოგს ნაკლები ჩვენ არ ვის დასაკობრივად სხვა განსხვავებულები ვართ მაგრამ მოდი ღირსეულად ვიცხოვროთ ამენ მოდი ღირსეულად შევიცნოთ ჩვენი უფალი ღმერთი მოდი ღირსეულად მოვიქცეთ ყოველ ქმედებაში და საკუთარ სურვილს განწყობას და კომფორტს კი ნუ ეძებ მაგრამ რას ამბობს უფალი რას გელაპარაკება უფლის სიტყვა თუ უფლის სიტყვა ზრფასებო შენს გულს ეხება რა კუთხით იმას არ ვამბობ რომ ღმერთის სიტყვა შენ ახლა მოგგვარა დიდი სიხარული არის მომენტები როდესაც ღმერთის სიტყვას როდესაც ისმენ და შენი გული მზად არ არის მის მისაღებად შეიძლება გულში კიდევაც წკენს ტკივა რაღაც ან არ მოგეწონა ან შენ საწინააღმდეგოდ აღიქვი იცოდე თუ ღმერთის სიტყვა შეამჩნიე რომ ოდნავაც შენი შინაგანი მდგომარეობის შენი სურვილების შენი გულის თქმების საწინააღმდეგოდ არის და შენ არ მოგეწონა ამ დროს განგაში ზარები შემოჰკარი შენ შიგნით და სთხოვე უფალს უფალო რაშია საქმე
დამეხმარე უფალო. იმიტომ როცა უფლისგან მოდის მხელა ღმერთის მოყვარულ ადამიანის ცხოვრებაში ეს სიხარულია. ეს არ არის ზურფასებო სიმძიმე. პირიქით მორწმუნე ადამიანს როდესაც უფლისგან ესმის მხელა მის გულში მას უხარია რომ ღმერთმა არ მიატოვა და ღმერთი მუშაობს მის ცხოვრებაში. ამენ. თუ შენ ღმერთი აღარ გელაპარაკება და ყველაფერი სუერთი გახდა შენთვის, თუ გაქვს უპატიებლობა და ამას ეგუები შენ ცხოვრებაში, თუ გაქვს სიძულვილი და ამას ეგუები შენ ცხოვრებაში, თუ გაქვს როიმე გულისხმა ცოდვა და შენ ამას ეგუები შენ ცხოვრებაში, მაშინ იცოდე და თუ ღმერთი აღარ ლაპარაკობს ამ დროს განსაკუთრებულად საშიშ მდგომარეობის პირას იმყოფები. ამიტომ დღეს როდესაც გელაპარაკება უფალი გაეცი პასუხი. როდესაც გელაპარაკება უფალი, ნუ დაიმალები. ნუ ჩაიკეტები შენ ნაჭუჭში, ნუ ჩაიკეტები შენს გულის თქმაში. უპასუხე უფალს, როგორი მდგომარეობაც არ უნდა იყოს, უპასუხე უფალს. მე არ გეუბნები, როცა უფალს უპასუხებ, დაიწყო თავის მართლება და უთხრა, უფალო, ეს ის არ არის, რასაც შენ ფიქრობ. და ახსნა განმარტებები დაუწყო უფალს, არა. ის თქვი, რაც არის. გძულს უთხარი უფალო მძულს. რომელიმე გულის თქმა გიყვარს უთხარი უფალო ეს გულის თქმა მიყვარს. ვერ პატიობ უთხარი უფალო, ვერ პატიობ. აღიარე. შენი გულის მდგომარეობა უფლის წინაშე. სანი შენი გულის მდგომარეობა უფლის წინაშე. ყველაფერს თავისი სახელი დაარქვი. ისიც ეშმაკის ერთ-ერთი ხრიკი რა არის? სახელი შეუცვალოს მოვლენას. დღეს ხო ბევრი ცოდვას აღარ ეძახის. შეიძლება თქვას, აი ეს სისუსტე მაქვს. სისუსტე კი არა ცოდვა. დაარქი ყველაფერს თავის სახელი. დღეს ცდილობენ ძვირფასებო ლამაზი სახელებით შეფუთონ ყველაზე საშინელი ცოდვებიც კი. ნუ შეფუთავ. აღიარე. უფალმა ხო ზუსტად იცის. აღიარე. შენი უფლის წინაშე სანი შენი გულის მდგომარეობა და აქედან იწყება შენი გულის გამკურნება. აქედან იწყებს უფალი შენს გულში მოქმედებას, იმიტომ რომ ღმერთი ხედავს შენს გულს და ღმერთი ხედავს შენი გულის სურვილსაც ამ დროს, მაგრამ თუ ღმერთმა დაინახა რომ შენ უბრალოდ შენი თავის გამართლება გინდა, ღმერთი მოძალადე ღმერთი არ არის. ეს ეშმაკი არის მოძალადე, გინდა თუ არ გინდა თავის საქმეებს ცდილობს რომ თავს მოგვახიოს ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენი უფალი ლაპარაკობს, ის მოლაპარაკე ღმერთი არის და მას მომსმენი ყური ჭირდება. თუ მომსმენი ყურია უფლის სიტყვის წინაშე, ღმერთი იმ მომსმენ ყურს აკურთხებს, ძალას აძლევს, ძლიერებას აძლევს, გამარჯვებას აძლევს. მაგრამ თუ შენი ყური მომსმენი არ არის, თუ შენ პირიქით თავს იმართლებ და გინდა რომ უფალის კი დაარწმუნო რომ ეს ასე არ არის, არაფერი არ გამოგივა. ამიტომ მოდი ვიყოთ ძვირფასებო მომსმენი ღმერთისა. ღმერთს არ უყვირს რომ ჩვენ რაღაც არ შეგვიძლია. ღმერთს არ უყვირს რომ შენ რაღაცა ცოდვას ვერ აძლებ. ღმერთს არ უყვირს რომ შენ ვერ შეძელი პატიება. ღმერთს არ უყვირს ის რომ შენი გული უცბად ვერ მოიტრიალე. იმიტომ რომ ღმერთმა იცის რომ მიწისგანა ვარ შექმნილები. ღმერთმა იცის ადამიანის სოდვილი ბუნება, მაგრამ მისი მადლი მარტო იმაში არ გამოიხატა თავის დროზე, რომ გვაპატია მისი მადლი დღეს მოქმედებს შენ ცხოვრებაში. და ღმერთი როდესაც ხედავს იმას, რომ შენ სანი შენი ცოდვა და აღიარე, სანი შენი მდგომარეობა და აღიარე, თავისი მადლით განიჭებს ზეციერ ძალას, სულისმდის ღებულებას და მადლს, რომ შენ დაძლიო ის ცოდვა. დაძლიო შენი გულის თქმა. არ შემიძლია ამის დატოვება, არ შეგიძლია, იმიტომ რომ შენ არ გინდა. შენი გულის სურვილი არის ის და შენს თავს გამოუტყდი, რაც ოდვასაც ვერ ანებებ თავს, შენის არ გინდა რომ დაანებო. მოგწონს ამ მდგომარეობაში ყოფნა. მოგწონს იმ მდგომარეობაში ყოფნა, როცა შენი თავი მართალი გგონია სხვის მიმართ და ამ დროს შენს უპატიებლობას ამით ამართლებ, რომ ვიღაცა შენს წინაშე ტყუის, ჩემო ძვირფასო ძმაო და დაო, ყველაფერს შეიძლება ადამიანმა გამართლება მოუძებნოს, მაგრამ ღმერთის სიტყვაში ეძებე გამართლება. ღმერთის წინაშე ეძებე გამართლება. რაც გაქვს ის უთხარი ღმერთს და იქიდან იწყება შენი აღდგენა, იქიდან იწყება შენი განკურნება. და არა იქიდან როდესაც შენ მოვლენებს სახელებს უცვლი, არა იქიდან როცა შენ ერთს არქმევ მეორეს. ჩემო ძვირფასო ძმებო დებო,
მოდი ვისწავლოთ ჩვენ ჭეშმარიტი გულითადი მიდგომა ღმერთთან და ღმერთს ველაპარაკოთ მთელი გულით. სიწრფელით ველაპარაკოთ ღმერთს. შენ ღმერთს ვერაფერს ვერ დაუმალავ. ღმერთი ყველაფერს ხედავს. შენი გულის ყოველ კუნჭულს ხედავს. მისთვის დაუფარავი ადგილი არ არის. ღმერთი არის ზურფასებო ყოვლის მჭრეტელი ღმერთი. ვის გინდა შენ დაუმალო? ვის წინაშე გინდა თავი იმართლო? დადგება ის დღე, როდესაც უფალი მოვა. გვწამს ყველას რომ უფალს შეხვდებით? თუ ჩვენ ყველას გვწამს და გვჯერა იმისი რომ შეხვდებით უფალს, ჩემო ზურფასებო, მაშინ ჩვენი ცხოვრება სხვანაირი უნდა იყოს დღეს, ამინ? უბრალოდ ელემენტარული მაგალითი, როცა ბავშვმა იცის რომ საკამოთი მისი მშობელი უნდა მოვიდეს და რაღაცა რო გააფუჭა, არ მოიწონოს მისი მშობელი ცდილობს რომ მთელი გულით ცდილობს რომ რაღაცა ისე შეასწოროს რომ კარგად დახვდეს. რაღაცას რო ამტრევდით ხოლმე ბავშვობაში, დედაჩემი რომ მოვიდოდა, მანამდე უმალავდი ხოლმე, უყარიდი ყველაფერს. თუ რამე გავტეხე, ალბათ რო დაითვლიდა დედაჩემი, მაშინ გაიგებდა. მაგრამ მანამდე უმალავდი, ჩვენ ხშირად რაღაცებს უმალავთ. გონია რომ ღმერთმა არ იცის, ღმერთმა იცის. ღმერთმა ყველაფერი იცის. ამიტომ იცით ზურფასებო, მე მჯერა რომ მოდესღაც იესოს როცა იქნება დრო, პირისპირ შევხვდები და ვიხილავ. და იცით რა არის, მე ძალიან მინდა. თუ შეიძლება ეს გამოთქმა ვიხმარო. აი ადამიანის წინაშე როცა გული არაფერში მსჯავს არ აგდებს და შეხვდები ადამიანს, თვალებში ჩახედავ. თვალებში ჩახედო ადამიანის, მართ არ მოგერიდება. იმიტომ რომ მართალი კაცი ხარ. მაგრამ თუ იმ ადამიანის წინაშე რაღაცა მიგიზღვის, მასზე ილაპარაკე ზურს უკან, რაღაცა ცუდი რაღაც გააკეთე, ხო? ამ დროს ის ადამიანი, როცა თვალებში ჩაგხედავს, შენ თვალებს ვერ გაუსწორებ მზერას. ხო, შეიძლება შეხედო, მაგრამ აცაბაცა გაიგეცეს თვალები. ვერ ჩახედავ, იმიტომ რომ მართალი გულის არა ხარ. ან თუ ჩახედავ, დიდი სითავხედე გჭირდება ამ დროს, რომ მოიკრიბო ზალა და არ შეიმჩნიო. მაგრამ ჩვენი უფალი ზრფასებო ყველაფერს ხედავს და მე ძალიან მინდა როცა იესოს წინაშე წარვდგები, თუ შეიძლება ეს სიტყვა ვიხმარო უფალთან მიმართებაში, თვალებში ჩავხედო იესოს. და შემეძლოს იმის აღიარება, როგორც მოციქულმა პავლემ აღიარა, დინარება დავასრულე, რწმენა შევინარჩუნე, ეხლა სიცოცხლის გვირგვინი მელოდება, ჰალელუია, ცოცხალ ღმერთს დიდება. ეს ყველაფერი ლოზუნგები არ არის, ეს ყველაფერი ზღაპრები არ არის, რასაც გიყვებით, ეს რეალობაა. და აი ამ რეალობას ჩვენ ქრისტიანებმა თვალი უნდა გაუსწოროთ, ჩვენ დავდგებით უფლის წინაშე. ეს არის ჩვენი რწმენა. ჩემი რწმენა არ არის ზურფასებო რაღაც უხილავ, აბსტრაქტულ რაღაც ძალაზე, ენერგიაზე, ჩემი რწმენა ცოცხალი ღმერთია. ჩემი რწმენა მისი მხოლოდ შობილი ძე იესო ქრისტეა, რომელიც ღმერთია, ჩემი რწმენა სულიწმინდა, რომელიც ასევე პიროვნებაა და ჩემი რწმენა ბიბლია, რომელიც ღმერთმა მოგცა ჩვენ ადამიანებს ამ ქვეყანაზე, რომ გავიზარდოთ სულიერად და შევიცნოთ ღმერთის ნება. ამენ. დიდება ღმერთს ამისთვის. ჰალელუია. გავაგზავნებ ახლა ზურფასებოთებას და მინდა რომ აი ამ შესავალ ზურფასებო ამ სიტყვას კარგად მოусმინოთ, კარგად დაუგდოთ ყური, რასაც ვლაპარაკობთ. რისკენ მოგიწოდეთ სულიწმინდა. მოდი ვიყოთ ნატურალურები ზურფასებო და ღმერთის წინაშე ვიდგეთ ისეთები, როგორებიც ვართ, მას ვერაფერს ვერ დაუმალავთ. ჰალელუია. და ჩვენი გულები ყოველთვის მზად იყოს. უფლის წინაშე როდესაც ვდგებით, აჰა უფალო, ჩემი გული. შემცვალე უფალო. ის კი არა რომ უფალო ასეთი გამხადე, როგორცაც შენ ფიქრობ, შენ უთხარ უფალო, როგორც შენ ფიქრობ, ისეთი გამხადე. როგორც შენ ხედავ, ისეთი გამხადე უფალო. ეს უნდა უფალს. და ღმერთმა, როდესაც იცოდა რომ მისი ერი, რომელსაც ელოლიავებოდა, რომელიც იპოვა, გამოიყვანა, თავის ერად აღიარა, რჯული და კანონი მისცა, იმ ღმერთმა, როდესაც იცოდა, რომ ეს ხალხი არ გამოიჩენდა ბოლომდე ყოველთვის ნდობას ღმერთისას. ღმერთმა იცოდა, რომ ეს ხალხი გადაუხვევდა. თაყვანს დაუწყებენ, თაყვანის სემასო იმ ღმერთებს, რომელსაც არასდროს არ იცნობდნენო. და ეს გამოიხატა კიდეც. ახლად შეძენილი მეზობლების ღმერთებს დაუწყებენ თაყვანის სემას. ისრაელი ცოცხალ ღმერთს იცნობდა. მაგრამ ღმერთმა თქვა,
იმ ღმერთებს დაუწყებენ თაყვანისცემას, რომელსაც არასდროს არ იცნობენო და აი იმ დროსო მოსეს ეუბნება ჩაწერეს საგალობელი, ასწავლე მათ, ყველა მიცოდეს, ეს იქნება იმ დღეს მოწმობა მათთვის. და კარგად წაიკითხეთ ძვირფასებო, მოსეს საგალობელი 32 თავი რჯულისა, მაგრამ მე მხოლოდ ერთ მუხლს ავიკითხავ. რჯულის 32 თავის 31 მუხლში წერია, რადგან ჩვენ კლდეს არ გავს მათი კლდე და თავად ჩვენი მტრები ხვდებიან ამას. როცა კლდეზე აქ ლაპარაკი ძვირფასებოა, წინა მუხლებში არის ასეთი რამ, რომ როგორ განდევნისო 2000 და 1000 და 2000, ხო? ეს არა ლევიადელების წიგნში მოყვანილი, სადაც ღმერთი თავის ერს აძლევს აღთქმას, თუ ისინი მის მცნებას დაიცავდნენ, ასეთი ძლიერები იქნებოდნენ, ერთი გამდევდა 1000 და 2000. მაგრამ აი ამ მუხლში, როცა ვკითხულობ ჩვენ წინა მუხლებში, აქ ცოტა საინტერესო წერია ძვირფასებოა, როცა უფალი ელაპარაკებოდა მოსეს, ძალიან საინტერესო მუხლი არის ძვირფასებოა, როგორ დაედევნება 1000 და როგორ განდევნისო 2000, თუ მათი კლდი არ გაყიდის მათ და მათი უფალი არ ჩაუგდებს ხელში. აქ ღმერთმა თქვა სიტყვა, თუ მათი უფალი იქნება მათთან, მაშინ ვერ დაძლევს ვერავინ. ეს აღთქმა ძალაშია. მაგრამ როგორ მოხდება ეს? როცა პირიქით ისრაელი ცოდვის ჟამს მარცხდებოდა, თუ ადრე თვითონ დევნიდნენ 1000 და 2000 პირიქით ხდებოდა ხოლმე, სუსტი მტერიც კი მძლავრობდა მათზე. და აი ამ მუხლში წერია, რომ როგორ არის ეს, როგორ ხდება? და აქ წერია, თუ მათი კლდი არ გაყიდის მათ და მათი უფალი არ ჩაუგდებს, მათ უფალი არ ჩაუგდებს ხელში, რადგან ჩვენ კლდეს არ აგავსო მათი კლდე. აი აქ არის ორ კლდეზე ლაპარაკი, ჩვენი კლდე და მათი კლდე. უპირველეს ყოვლისა მინდა გითხრათ ძვირფასებო, როცა აი აქ კლდეზე არის ლაპარაკი ბიბლიაში, კლდე არის სიმტკიცის, უსაფრთხოების და ძლიერების, სანდოობის სიმბოლო. კლდე, რომელიც ძლიერი არის. კლდე ბიბლიურად გამოხატავს სიმბოლურად ძლიერებას, უსაფრთხოებას, სანდოობას, სიმტკიცეს. და აი ამ მუხლში ამბობს, რომ თუ მათი კლდე გაყიდის მათ, ანუ გადასცემს, მაშინ დამარცხებული იქნებიან. და იცით, აი აქ წერია, ჩვენ კლდეს მათი კლდე არ აგავს. რა არის ჩვენი კლდე და მათი კლდე ძვირფასებო? ცხოვრება ხშირად გვიგზავნის ჩვენ ქარიშხალს, სიზნელებს, შენ გინდა თუ არ გინდა. მე ისეთი მოძღვრებას მომისმენია, თუ ადამიანს ცხოვრებაში განსასწრებელი აქვს, ესე იგი ცოდვაში არის. თუ ადამიანს ცხოვრებაში მატერიალური გაჭირვება მოუვიდა, ცოდვაში არის. თუ ავანტყოფობა მოუვიდა, ცოდვაში არის. ეს არ ჯდება ძვირფასებო სრულ ბიბლიურ კონტექსტში. იმიტომ რომ ყოველთვის ცოდვა არ არის მიზეზი, როცა რაღაც მოდის ადამიანის ცხოვრებაში. ყოველთვის გულისხმობ, იმიტომ რომ ყოველთვის ცოდვა არ არის მიზეზი. მაგრამ ადამიანის ცხოვრებაში დღეს არ გვპირდება ჩვენ იავარდებით მოფენილ გზას, ბიბლია რომ ამ ცხოვრებაში ჩვენ არაფერი შეგვემთხვევა. პირიქით როცა ამ გზაზე დავდექით, ერთი რამე უნდა ვიცოდეთ. მოციქული პავლე ამბობს, რომ ნებისმიერი მაჩვენებელი, მოციქულმა პავლემ თქვა ასეთ სიტყვები, რომ მრავალი განსაცდელობით გვმართებსო ღმერთის სამეფოში შესვლა. და დერიკ პრინსმა თქვა, ერთი ესეთი კურთხეული მასწავლებელი იყო, რომელიც ზეცაშია ეხლა. მან თქვა, ნებისმიერი მაჩვენებელი ზეცისკენ, რომელიც უარყოფსო ტანჯვებს, არ არის ღმერთისგან. მაჩვენებელი ხო იცით, გზების მაჩვენებელი. როცა კითხულობ, რომ მარჯვნივ წახვალ მარნეულში, მარცხნივ წახვალ იქით და ბიბლიას მაჩვენებლები არის ჩვენი. ბიბლია ჩვენ გვაჩვენებს ღმერთის გზას, მიმართულებას. და დერიკ პრინსი ამბობდა, ნებისმიერი ასეთი მაჩვენებელი, ამაში იგულისხმება სწავლა, სიტყვა, მოძღვრება, სწავლება, თუ ის უარყოფს ტანჯვებს, ის არ არის ღმერთისგან. და ისიც რა არის, გადიოდა დრო და ჩვენ სინამდვილეში ვხედავდით ერთ რამეს, რომ ყოველი მოძღვრება იცდება. ყოველი სწავლება იცდება ცხოვრებაში.
და როგორც სუსტი კლდე ჩამოიფშნევა ხოლმე, ხო გინახიათ, თქვა. ასე იფშნევა ეს მოძღვრებები. გადის დრო და ცხოვრება სხვა რაღაცას აჩვენებს ადამიანებს და ადამიანები, რომლებიც ბიბლიიდან და სიტყვით ვერ ხვდებიან, ცხოვრებაში სწავლობენ შემდეგ, რომ არსებობს უფრო სერიოზული რაღაცები ამ ქვეყანაზე და სერიოზული მიდგომები ყველა საკითხისადმი. ამიტომ ზრფასებოა, თითოეული ადამიანი აი ამ ქარიშხლიან დროს, როცა რაღაც განსასწრებელი მოდის ადამიანის ცხოვრებაში, ყველა ადამიანი ეძებს საყრდენს, რაღაცა ძლიერი, რაღაცა უფრო მყარი, რომ დადგე და გადარჩე. ყველა ადამიანს აქვს რაღაცა კლდე, რომელზეც ცხოვრებას აშენებს. რა არის შენი კლდე, რასაც შენ უფრო მეტად ენდობი, რისი იმედის უფრო მეტად გაქვს, საიდან ელოდები შენ რომ უსაფრთხოდ იქნები, რაღაცას ეყრდნობა ადამიანი, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს, ძლიერად იგრძნოს, დაცულად იგრძნოს თავი. ცხოვრება აუცილებლად მოიტანს ქარიშხალს. რაღაცები ადამიანის ცხოვრებაში ყოველთვის არის. აბა ამდენი თხოვნები და საჭიროებები რო არის ხოლმე, საიდან მოდის ეს ყველაფერი? ვიღაც შეიძლება კარგად არის, მაგრამ აი 3 კვირის განმავლობაში თუ მეტი არა, ჩვენ დას რომელსაც თხოვნა მოქონდა ხოლმე შვილიშვილისთვის, ხო? ეს ქარიშხალი იყო მათ ცხოვრებაში. ოჯახის ცხოვრებაში არ იყო ქარიშხალი? და ვლოცულობდით და იმედი ჩვენ კლდეზე დავდეთ. ისიც რა რომ ცხოვრებაში მრავალი რაღაც მოდის. ვიღაცამ შეიძლება სამსახური დაკარგა, ვიღაცას ფინანსური გაჭიროება აქვს, ვიღაცას დევნა აქვს, ვიღაცას შინაგანი პრობლემა აქვს, სიამაყის, ცოდვის, უმართლოების. ეს ყველაფერი ქარიშხალია, რომელიც მოდის ურფასებო, ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა. შეიძლება ეს ავადმყოფობა იყოს, ფინანსური კრიზისი იყოს, ახლობლის დაკარგვა იყოს, იმედგაცრუება იყოს. სახელებს აღარ ვასახელებ, მაგრამ ჩვენს გარშემო ვხედავთ, რომ არსაიდან მოწმენდილ ცაზე მეხი რო გავარდება, ვიღაცის ცხოვრებაში ქარიშხალი შემოიჭრა და ეკლესია მერე ვლოცულობთ მისთვის, გვერდში უდგევართ, გინდა თუ არ გინდა. შემოძრფასებო, ამიტომ ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ რა ცხოვრებაში ადამიანს უყევი გონია შეიძლება ერთ წამში შეიცვალოს ყველაფერი. ამიტომ ზრფასებო, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ წმინდა წერილი გვიმახვილებს ჩვენ ყურადღებას და გვასწავლის და გვეუბნება, რომ ყველა კლდე ერთნაირი არ არის. ყველა საყრდენი ერთნაირი არ არის. ყველაფერს ვერ დაეყრდნობი ამ ქვეყანაზე და ამიტომ მე უნებოდა მოსე მათი კლდე და ჩვენი კლდე. მათი კლდე ზრფასებო, ეს არის წარმავალი საყრდენები. ვიზეც ლაპარაკობდა მოსე, ეს წარმართი ერები, წარმართი ხალხი თაყვანსებდნენ თავიანთ ღმერთებს ზრფასებო. ისინი თავიანთ კლდეებს ენდობოდნენ. უამრავი ღმერთები ხავდათ. ბრძოლაში მიდიოდნენ, ომის ღმერთი, ნაყოფიერების ღმერთი, მოსავლის ღმერთი და 1000 რაღაც ჰქონდათ მათ, ეს მათი საყრდენები იყო. და იცით ზრფასებო, დღევანდელობაში ეს მარტო კერპები არ არის. ყველა ეპოქაში არსებობს კლდე, მათი კლდე, რომ შეიძლება უწოდოთ. დღესაც შეიძლება უწოდოთ, რა არის მათი კლდე, ვინც ღმერთს არ ცნობს და ჩვენი კლდე. მინდა გითხრათ ზრფასებო, ზოგისთვის შეიძლება იყოს ფული, ზოგიერთისთვის ძალაუფლება, ზოგიერთისთვის კარიერა, ზოგიერთისთვის ადამიანი და ასე შემდეგ. ვერ ზღონია, თუ საკმარისი ფული მექნება, მშვიდად ვიქნები. ვიცით ადამიანები მართლა ფიქრობენ, ფულით ყველაფრის ყიდვა შეიძლება. გაიგიათ ეს ფრაზა? და რასაც ფულით ვერ იყიდიო, უფრო დიდი ფულით იყიდიო. ვისაც ბევრი აქვს ოლიგარქები, ამას ამბობენ ხოლმე. რასაც უბრალოდ ფულით ვერ იყიდი, დიდი ფულით იყიდიო. თუ საკმარისი ფული მექნება, მშვიდად ვიქნები, ადამიანი იძახის. მას გონია, რომ შეიძლება აქაც იყოს ადამიანი და თქვა, საერთოდ რომ მომცა ახლა $1 მილიონი, რა თქმა მინდა ცხოვრებაში ყველაფერი მაქვს, აწყობილი მექნება ცხოვრება. აღარც მუშაობა მინდა, დავждები ჩემთვის და ამ წლებში ვიმყოფინებ ამ ფულს. მაგრამ მინდა გითხრათ ზრფასებო, ფული შეიძლება ერთ დღეში დაიკარგოს. შეიძლება რაღაცა მოხდეს ამ ქვეყანას და ერთ დღეში დაკარგო ყველაფერი. და ეს იქნება ყველაზე დიდი ტრაგედია იმ ადამიანისთვის, ვისაც ფული უყვარს.
შეიძლება სხვა საკითხი არ შეეხოს, მაგრამ ეს შეეხოს მის გულს, რომ დაკარგა რაც მისი საყრდენი იყო. ზოგიერთისთვის ძალაუფლება არის საყრდენი და გონიათ ადამიანებს ზრფასები, როცა ძალაუფლება აქვს, ყველაფრის გაკეთება შეიძლება. თავის ძალაუფლებას ეყრდნობა. და რაც უდი სანახავია, როცა როგორც ბიბლია ამბობს, არა, მონა რო აღზევდება. რაც უდი სანახავი არის, უბირი ადამიანი, უცოდინარი ადამიანი, როცა აღზევდება და ძალაუფლების რომელიღაც რგოლში მოხვდება. ძალიან ცუდი სანახავია. გინდ ეკლესიაში იყოს ეს და გინდ პოლიტიკაში და ხელისუფლებაში არ აქვს მნიშვნელობა. როცა უბირი ადამიანი, არაკომპეტენტური ადამიანი აღზევდება, ძალაუფლება, კაბინეტი აქვს, მანქანა ემსახურება, ფული გაუჩნდა, ვიღაცები ემორჩილებიან. ეს მისთვის კმაყოფილების ზენიტი არის. ერთხელ მე ერთ ქვეყანაში ერთ მსახურთან მომიხდა ლაპარაკი და მოგვიწია იმის თქმამ, რომ ადამიანი, რომელიც ცხოვრებაში არაფერს წარმოადგენდა, არავინ არ გისმენდა, არავინ არაფრად არ აქთვლიდა, ეკლესიაში მოხვედი, უფალმა გაპატია, ეკლესიამ წამოქცია, რაღაცა მსახურებაში წინ წამოქცია და ძალაუფლება მოგცა. და ამ ადამიანმა გაიგო გემო ერთი რაღაცისა, ვიღაცას რო რაღაცას ეთყვი, ის გიჯერებს. ამან ისე გაიტაცა, რომ უფროსობა დაიწყო იქ. და ჩვენ უთხარით მას, ქვეყნიერებაზე შენ არავინ გაუფროსებდა. და შეცა მოხვედი აქ, შენ იგემე ახლა ძალაუფლება. და ღმერთის ერზე გინდა გაბატონდე, არ იქნება ეს. და მას თავისი ადგილი მიეჩინა. არიან ადამიანები დღესაც თუნდაც პოლიტიკაში, ხელისუფლებაში, ადამიანები, რომლებიც შეიძლება არაფერს არ წარმოადგენდნენ, აღზევდნენ, გამეფდნენ და ძალაუფლება გააფუჭა ეს ადამიანები. შეუძლიათ ვიღაცის ბედი გადაწყვიტონ, შეუძლიათ რაღაცა საკითხი დაბლოკონ და ეს ხანდახან ვაკვირდები ხოლმე ადამიანებს და იმის მაგივრად, რომ შენ შეგეძლოს თანამდებობის პირს ადამიანს დაეხმარო, პირიქით, თითქოს იმას ცდილობ, რომ რაღაცაში რომ დაიჭირე, რომ რაღაცა არასწორი აქვს, არა, სიამოვნებას განესტი, რომ შეძლო უარი უთხრა იმ საკითხზე, იმიტომ რომ ეს არა გაქვს მოწესრიგებული ძალაუფლება. მაგრამ მინდა ასეთ ადამიანებს უთხრა, ვინც არ უნდა იყოს, გინდა ეკლესიაში, გინდა სხვაგან, ძალაუფლებას დროებითი არის. დღეს გაქვს, ხვალე არავინ არ იქნები. ხვალე შეიძლება უარესი გახდე. იმიტომ რომ შენი ძალაუფლებიდან გამომდინარე ბევრი ადამიანი გაამწარო, ამიტომ ადამიანები დღეს გონს უნდა მოეგნენ. ძალაუფლება არ არის ის საყრდენი, რომელიც ცხოვრებაში უნდა დაეყრდნო. ადამიანებზე დამოკიდებულება, ესეც საყრდენი არის. ზოგჯერ ჩვენი კლდე ადამიანი ხდება. აი ენდობი მაგალითად ადამიანს მეუღლე, მეგობარი, ლიდერი, ოჯახი, ბევრი საყრდენი მხოლოდ ეს არის. აი რა ჩამოვთვალეთ, ცუდი არც ერთი არ არის, ეს ღმერთის საჩუქარი არის ჩვენთვის. ღმერთის საჩუქარია მეუღლე, ღმერთის საჩუქარია კარგი მეგობარი, ღმერთის საჩუქარი არის ლიდერი, ოჯახი, მაგრამ საყრდენი კლდე ეს არ არის ადამიანი. ამინ. იმიტომ რომ ცხოვრებაში ბევრი რამე ხდება. ხანდახან აი გულში ძალიან მწარე განცდებიც ამაქვს ხოლმე და ფიქრებიც, როცა ვაკვირდები აი ამ ცხოვრებაში. ალბათ ეკლესიაში რომ არ მოსულიყავი და ცოტა ღრმად არ ჩამეხედა ადამიანთა გულებში, შეიძლება ცხოვრებაში ამას ვერ მიხვდარიყავი, მაგრამ როცა დღეს ვაკვირდები ზრფასებო, ცოტა უკლია ადამიანს. ამიტომ ამბობს ბიბლია, რომ წყეულია კაცი, რომელსაც ადამიანზე აქვს იმედი. მაგრამ კურთხეულია კაცი, ვინც ღმერთზე დადებს იმედს. რატომ ზრფასება? იმიტომ რომ ხანდახან კარგი ოჯახიც გამოეცლება ხოლმე ადამიანს. ხანდახან კარგი მეგობარიც გამოეცლება ხოლმე ადამიანს. ხანდახან ზრფასებო, კარგი ლიდერიც კი შეიძლება გამოეცალოს ეკლესიას. ვთქვით რაზე ვლაპარაკობ? შენი საყრდენი ყოველთვის უფალი უნდა იყოს. მახსოვს ერთხელ ერთი ეკლესიის ლიდერი რაღაც საქმეში იქნა მხილებული და როცა მოუხსენი და სათანადო ეკლესიური დისციპლინარული ზომები მივიღე,
საღამოთი მივედი და ჩემს სადარბაზოში კიბეებზე შედან ქალები. იმ ეკლესიიდან დელეგაცია 1-10 მხარდამჭერი. ჩვენ არავის არ მივიღებთ, მარტო ეს ზმა გვინდა. მე ვთხარ, ეხლა ადექით აქედან, ამ კიბეებიდან. წადით საიდანაც მოხვედით და როგორც ეკლესიამ გადაწყვიტა, ასე იქნება. და ეკლესია ვისაც გამოგზავნის, იმას მოусმინეთ. საყრდენი თქვენი არასდროს არ უნდა იყოს ლიდერი. შეიძლება ბევრი ლიდერი გამინაწყენდეს ახლა რომ მოისმენს. არ მაინტერესებს. მე მჯერა, სანამ კარგი ლიდერები იქნებიან ეკლესიაში, ისინი კურთხევი იქნებიან ეკლესიისთვის. როდესაც კარგი ლიდერები ყავს ეკლესიას, რომლებიც მაგალითით აჩვენებენ, ცხოვრების წესით აჩვენებენ, მაგალითს ლიდერობისას ენდე და გაყევი, მაგრამ ნუ გააღმერთებ. თუ ხვალე ადამიანი დაეცა და იმას აღარ გელაპარაკება, რასაც ადრე ლაპარაკობდა და ისი აღარ იქცევა, როგორც ადრე იქცეოდა, ნუ გადაყვები მას. შენი საყრდენი უფალი იყოს ყოველთვის. მე გული მწყდება, როცა ბევრ ადამიანზე ვფიქრობ წლების განმავლობაში, ვინც სხვა მიმართულება აირჩია. მაგრამ ნუ გადაყვებით, უფალი არის. ამენ. კარგი ლიდერიც კი თუ ხვალე სხვანაირად მოიქცევა, როგორც მოციქული პავლეც ამბობდა, მეც რომ მოვიდე და ის გიქადაგო თუ რაც არ მიქადაგია, არც მე არ მიმიღოთ. ნახეთ ზურფასებო, მოციქული ამბობს ამას. ვინ ვარ ჩვენ ადამიანები რაღაცა ჩავებღაუჭოთ. ჩვენ ღმერთის ხალხს ვემსახურებით. ჩემი იმედი შეიძლება მანამდე გქონდეთ, სანამდე ღმერთს ვემორჩილები. სამდეც ეკლესიის ერთგული ვარ. სამდეც ეკლესიას ვაშენებ. ხოლო თუ ამ გზიდან გადაუხვე, ჩემი იმედი ნუ გექნებათ. ამ დროს ღმერთის იმედი გქონდეთ. იმიტომ რომ ეკლესია ღმერთისაა. ეკლესია ჩემი არ არის. ეკლესია ჩემი აშენებული არ არის. ეკლესია ღმერთისაა. ჩემთვის ზურფასებო, ადამიანი რომელიც პატივს არცემს ეკლესიას, მე მეპარება საერთოდ პატივს სემს ღმერთს. ეხლა ეს იგივეა, იცით რა არის, ღმერთი მიყვარს, მაგრამ ეკლესია მთავარი არ არის. მე არ ვამბობ, ეკლესია მთავარია, მაგრამ უყურეთ რა გამოდის. მაგალითად გიას რო უთხრა, გია, შენ მიყვარ ხარ, მაგრამ ანჯელა მძულს. რა კარგად დავიმსახურებ მის გულში, ადგილს ხო? გულში გაუჩნდება, კაც ფიქრი ახლა, მე თუ გიყვარული და ჩემი მეუღლე გძულს, მაშინ არ მინდა შენი სიყვარული. რა გამოგდის ჩვენ? ქრისტემ, რომელმაც ეკლესიისთვის თავი გაწირა, შენის არ გიყვარს და ამ დროს უფალს უმტკიცებს სიყვარულს. აი, ჩემს ლოგიკაში ვერ თავსდება ეს. ღმერთი უპირველეს ყოვლისა. ამენ. და ღმერთის შემდეგ, რა თქმა უნდა, ეკლესიაც. და ნუ გადაუყვებით ნურავეს. ეს არის, რასაც გელაპარაკებით, სულიერი სიმწიფის საგანი, თორე რთულია ზრფასებო. ეხლა ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ 46 თუ გელაჯაბანიშვილი იყო შემისწორებდა 47 სიტყვადა ეხლა. ამ ეკლესიაში ვარ. მე ვიცი ადამიანები მოჩვეული არიან. 1-2 კვირა თუ არ მოვალ, შეიძლება უკვე მეძებენ, არიან ადამიანები. არიან ადამიანები, შეიძლება სულაც არ გავახსენდე, არ გამოვშტე ეხლა, ეგეც არ არის პრობლემა. მაგრამ ისეთ რას გეუბნები ზრფასებო? აი, მე იმ ადამიანებს მინდა უთხრა, ვინც ასე არის, მაგალითად მოჩვეული, ნორმალურია. 47 წელია გემსახურებით, მაგრამ იოლი არ იქნება ასეთი ადამიანებისთვის. მე თუ რაიმე სისულელე ჩავიდინე და ეკლესიამ გადაწყვიტა, რომ მსახური აღარ უნდა ვიყო. იოლი არ იქნება ასეთი ადამიანებისთვის, იმიტომ რომ მიჩვეული არიან. მაგრამ თუ თქვენი საყრდენი უფალი არის, თქვენ ამას გადაიტანთ. დებით? ეს ხო ელემენტარული ჭეშმარიტებები არის. მაგრამ სულიერ სიმწიფეს მოითხოვს ეს საკითხები. შენი საყრდენი ნუ იქნება, ნუ რავინ, ადამიანი. შენი საყრდენი ყოველთვის იყოს უფალი. ჰალელუია, ღმერთს დიდება. ნუ შენი საკუთარი შესაძლებლობები იქნება შენი საყრდენი, მე შევძლებ, მე შემიძლია, მე თვითონ მოვაგვარებ. ხშირად ადამიანები ღმერთს კი არ ენდობიან. თვითონ არიან ადამიანები, რომლებიც არც ეკლესიას არ ენდობიან. ისე მოაგვარებენ თავიანთ საქმეებს, ან Facebook-ში უნდა მოვისმინო, გავიგო იქა, წავიკითხო რაღაცა.
ან შეიძლება სხვა მხრიდან გავიგოთ. იმიტომ რომ თვითონ მიეჩვენენ ადამიანები თავიანთი საქმეების მოგვარებას. დიახ, უნდა შეძლო შენი საქმეების მოგვარება. დიახ, უნდა იყო დამოუკიდებელი, მაგრამ არის საკითხები ზურფასებო, ღმერთის გარეშე, თუ ღმერთი არ არის შენი საყრდენი, შენ იმას ვერ მოაგვარებ. ან თუ მოაგვარებ, არასწორად მოაგვარებ. არის საკითხები, რომელიც ეკლესიასაც უნდა დაეკითხო. ეკლესიის გვერდში დგომა გჭირდება. ამიტომ იცით რა ზურფასებო, ნუ იქნები საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებული. იმიტომ რომ ჩვენს თავზე მოდ ღმერთი არის. ამენ. დგება ისეთი მომენტები, რომ შენი საკუთარი ეს საყრდენები საკმარისი არ არის ზურფასებო. და წმინდა წერილი ამაზე გვიმახვილებს ყურადღებას. ბიბლიური მაგალითის მინდა მოგიყვანოთ. თქვენ იცით ახლა ამ ადგილს ახლა ამ წუთში აღარ წავიკითხავ, მაგრამ თვითონ იესო მოიყვანა ორი კაცის მაგალითი, რომლებიც სახლებს აშენებდნენ, ერთმა ქვიშაზე ააშენა და მეორემ ქვაზე ააშენა, მყარკლდეზე ააშენა. ორივემ დრო და ძალა დახარჯა, მაგრამ მეორემ უფრო მეტი დახარჯა. პირველმა საქმე შეიმსუბუქა, ქვიშაზე ააშენა, მაგრამ მეორემ უფრო მეტი ძალა და ენერგია დახარჯა. ამოთხარა საძირკველი, მყარა საძირკველი ჩაუყარა და მერე ააშენა. მზიან ამინჩი ორივე სახლი კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ როდესაც მოვიდა ძლიერი წვიმა ქარიშხალი, რაზეც ვლაპარაკობდით, სწორედ მაშინ გამოჩნდა რა მნიშვნელობა ჰქონდა საძირკველს და კლდეს. აი ამიტომ ზურფასებოა, ქვიშაზე აშენებული დაინგრა და კლდეზე აშენებული დარჩა. მოდი ღმერთი და მისი სიტყვა იყოს ჩვენი საყრდენი, ამენ. ჰალელუია. ასე არის ადამიანის ცხოვრებაში ზურფასებოა. ნამდვილი ჩვენი საფუძველი ქრისტიანული ცხოვრებისა მზიან და კარგ ამინდებში არ აჩანს. ნამდვილი ჩვენი ქრისტიანული საფუძველი ჩანს მაშინ, როდესაც ქარიშხალი მოდის, როდესაც სიზნელე მოდის, როდესაც განსასწრელი მოდის, როდესაც საცლური მოდის, როდესაც შენი ეგოც გებრძვის შენ. აი ამ დროს, როცა გარედან რაღაცა სტილობს ეშმაკი, აი ამ დროს გამოჩნდება შენ რა საძირკველზე აშენებ. მზიან ამინჩი, როცა ყველაფერი კარგად არის, ყველანი კარგები ვართ, ყველანი მორწმუნეები ვართ, ყველანი ალილუიას ვიძახით, ყველანი წმინდანები ვართ, მაგრამ ყველაფერი გამოჩნდება მაშინ, როდესაც მოვა ქარიშხალი. აი მაშინ ჩანს ახლა ბოლომდე ვინ გაუძლო, ვინ წმინდა შეინახა თავი, ვის პატიების უნარი შესწევს, ვის შეუძლია გაუძლოს სიზნელებს, დევნას, გაჭირვებას, ასე შემდეგ. ვის შეუძლია თავის თავს და თავის ხასიათს და თავის ეგოს გადააბიჯოს. ეს ყველაფერი მაშინ ჩნდება. მე თუ ახლა ვეფიცები დათო სიყვარულსო, დათო ძმაო, ძალიან მიყვარხარ. იცი როდის გამოჩნდება, როცა ერთმანეთს ვეფერებით, არაფერი არ არის ჩვენ შორის, მზიანი ამინდი არის. არ გამოჩნდება, მაგრამ აი ნამდვილად რომ მიყვარს, იცით როდის გამოჩნდება? თუ ჩვენ შორის რაღაცა ქარიშხალმა დაუბერა, აი იმ დროს თუ შეგვიძლია ერთმანეთი გვიყვარდეს, თუ შეგვიძლია ერთმანეთს ვაპატიოთ იმ დროს, თუ შეგვიძლია გვერდში დაუდგეთ, ასე ხდება ოჯახშიც. თუ სული და ქმარი ერთმანეთს სიყვარულს ეფიცება, თუ ყველაფერი კარგად არის, თუ ხელფასის თავის დროზეა, ფულის თავის დროზეა, მატერიალური გაჭირვება არ არის ოჯახში, თუ ყველაფერი კარგად არის, ამ დროს ყველაფერი კარგად არის. მოფერებაც ადვილი არის, როცა გეფერებიან. მაგრამ თუ ქარიშხალი დატრიალდა, ან ეკონომიური გაჭირვება მოვიდა, ან პატარა ახლა ხასიათებში რაღაცა გამოვლინდა და ვერ შეძლეს პატიება ერთმანეთის, აი იმ დროს ვლინდება ყველაფერი. რაღაცა შეიცვალა, ესეთი არ იყავი ადრე. ხო, შეიძლება ესეთი არ იყო, მაგრამ ქარიშხალი მოვიდა. აი იქ იცდება მერე, რამდენად გვიყვარს ერთმანეთი. თუ ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, იმ ქარიშხალს უძლებენ. ანალიზს უკეთებენ, ყველაფერს ერთმანეთის გვერდში დგებიან, პატიობენ ერთმანეთს, ლოცულობენ ერთმანეთისთვის და კარგ ოჯახს აშენებენ. გამოსცადა ქარიშხალმა. ამიტომ ჩემო ზურფასებო, ჩვენ ბიბლია გველაპარაკება ამის შესახებ. ეს არის მათი კლდე, ვინც აი ამ რაღაცებზე დებს იმედს,
მაგრამ ჩვენი კლდე ძვირფასებოა, რომელზეც მოსი ამბობდა ეს ცოცხალი ღმერთი არის. რატომ არის ჩვენი ღმერთი კლდე, რომელსაც ჩვენ ვაღიარებთ, იმიტომ რომ ღმერთი უცვლელი არის, მისი თვისება არის, ღმერთი უცვლელია. ამინ. სამყარო იცვლება, ადამიანები იცვლებიან, გარემოებები იცვლება, ეკონომიკა იცვლება, პოლიტიკა იცვლება, ჯანმრთელობა იცვლება. ყველაფერი ცვალებადია, რაც ამ ქვეყანაზეა, მეთანხმებით? ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. მაგრამ მალაქია 3:6 უფალი გველაპარაკება, მე უფალი არ ვიცვლები. ჰალელუია. მე უფალი არ ვიცვლები, არ იცვლება თავის ხასიათში, ბუნებაში, სამართალში, სიწმინდეში, სიმართლეში, ძლიერებაში, უფალი არ იცვლება. ჩვენ ცვალებად გარემოებაში ვცხოვრობთ. ყველაფერი იცვლება ჩვენს გარშემო. უცვლელი მარტო ღმერთი რჩება. ამიტომ არის ის საყრდენი, რომ ის უცვლელია. მეორე, რატომაც არის ჩვენი ღმერთი მყარი კლდე, ის სამდუარი. ადამიანები ხშირად გვპირდებიან და ვერ ასრულებენ. ღმერთი ყოველთვის ასრულებს თავის სიტყვას. რიცხვდა 23:19 ღმერთი კაცი არ არის რომ იცრუოს. ღმერთის დაპირება შეიძლება დრო დაჭირდეს. მაგრამ ღმერთის დაპირებები არასდროს არ ჩავარდება. მესამე ის თავშესაფარი არის ჩვენი. უფალია ჩემი კლდე, სიმაგრე და მხსნელი ჩემი. ღმერთო ჩემო, კლდე ხარ ჩემი. ფარი, ხსნის რქა და სიმაგრე ხარ ჩემი. ამას ამბობს დავითი მე-17 ფსალმურის მეორე მუხლში. უფალიაო ჩემი კლდე, ნახეთ, კიდევ ერთხელ ვკითხულობ და მოусმინეთ. უფალია ჩემი კლდე, სიმაგრე და მხსნელი ჩემი. ღმერთო ჩემო, კლდე ხარ ჩემი. ფარი, ხსნის რქა და სიმაგრე ხარ ჩემი. ამინ. ამ მუხლის პირველ ნახევარში ზოგადი აღიარება უფალია ჩემი კლდე, სიმაგრე და მხსნელი ჩემი. მეორე ნაწილში ვხედავთ მიმართავს ღმერთს. ამიტომ ჩვენს ლოცვებში ძვირფასებოა, როგორც ზოგადად ბაგით ვაღიარებთ, რომ ღმერთია ჩვენი მხსნელი და მფარველი, ასე უფალს როდესაც მივმართავთ ლოცვით ძვირფასებოა, უთხარით ღმერთო ჩემო, შენ ახარ ჩემი კლდე, შენ ახარ ჩემი სიმაგრე, შენ ახარ ჩემი ფარი, ჩემი ხსნის რქა. ჰალელუია. იმიტომ რომ ის ღმერთია ჩვენი. ჰალელუია. ეს იცით ვირფასებო რა ფსალმუნი არის? ეს არის დავითის მადლიერების ფსალმუნი და იცით რა დროს წერდა? მას შემდეგ რაც ღმერთმა გადაარჩინა საულისგან. გადაარჩინა ვირფასებო მრავალი მტრისაგან და ეს სამადლობელი ფსალმუნი არის და დავითი სხვადასხვა შედარებით და მეტაფორით აღწერს ღმერთის სიძლიერეს ვირფასებო. ღმერთი უცვლელი არის. მასზე შეიძლება ცხოვრების აშენება. და დავითი ამას ლაპარაკობს, როცა იგემა მიენდო ღმერთს და ღმერთმა იხსნა ძვირფასებო. ჰალელუია. ამიტომ დაგვეხმაროს უფალი. ხშირად ძვირფასებო სვავენ ასეთ კითხვას, ცოტა ამაზეც მინდა ვილაპარაკო. ყველა დამერწმუნებით, იმიტომ რომ სიტყვა გვეუბნება, რომ ის კლდია, ის თავშესაფარი არის ჩვენი. ხშირად სვავენ კითხვას, რომ თუ ღმერთი ჩვენი კლდი არის, რატომ არის რომ ჩვენს ცხოვრებაში მორწმუნეებს რატო გვემართება რაღაცეები? რაზეც უკვე გავამახვილეთ ყურადღება. ეს მნიშვნელოვანი კითხვა არის და ბიბლიაც არ გაურბის აი ამ კითხვაზე პასუხს. რატო? ჩვენ ხშირად კითხვები გვაქვს, რატო? რატო ხდება ჩვენს ცხოვრებაში? მე მინდა გითხრათ ძვირფასებო. პირველი, რაც უნდა ვიცოდეთ ჩვენ აი ამ კითხვაზე პასუხად, ღმერთი არ გვპირდება ჩვენ განსასწრების არ ქონას. წამიკითხეთ სადმე, სადაც ღმერთი გვპირდება, რომ განსასწრები არ გვექნება. ღმერთი არ გვპირდება ამას. მაგრამ ერთ რამეს გვპირდება, განსასწრში მისთან დასწრება. განსასწრში ჩვენთან ყოფნა. ამინ. ჰალელუია. დავითი, რომელმაც თქვა უფალი ჩემი კლდი არისო, თავად განიცადა ძვირფასებო, საულის მხრიდან კარგა ხნისდევნას განიცდიდა. დავითმა გადაიტანა ომები. დავითმა გადაიტანა ოჯახური ტრაგედიები. საკუთარი სოდვის სიმძიმეს კი ძვირფასებო. დავითმა გზა გაიარა.
და ამ გზის მერი ამბობს ზურფასებო, უფალი არისო ჩემი კლდე. ამინ. მაშინ კი არ იტყვი უფალია ჩემი კლდე, როცა ყველაფერი კარგად გაქვს. მაშინ იტყვი უფალია ჩემი კლდე, როცა რაღაცები მოხდება, როცა უფლის ძლიერება გამოჩნდება და მისი მხარდაჭერა შენ ცხოვრებაში. მაშინ იტყვი უფალია ჩემი კლდე. ამინ. მეორე რაც უნდა ვიცოდეთ ზურფასებო, კლდე არ გვაშორებს ქარიშხალს. მაგრამ პირიქით გვამყარებს ქარიშხლიან დღეებში და სიტუაციებში. და ეს კარგად ჩანს იესოს იგავში, რაც წეღან თქვით. მშენებლობაზე, ორი კაცის მშენებლობა. კარგად ჩანს. ვინც საფუძვლიანი სახლი ააშენა, ქარიშხლის დროს არ დაინგრა მისი სახლი. უფალი გვპირდება ზურფასებო, რომ ჩვენ ქარიშხლიან დღეებში უფალი გაგვამყარებს, გაგვაძლიერებს. და არ გვეუბნება რომ არ იქნება, მაგრამ გაგვაძლიერებს. ზოგჯერ ზურფასებო, ღმერთი ჩვენს ცხოვრებაში ქარიშხალს ჩვენი ხასიათის ჩამოსაყალიბებლად იყენებს. არც ეს არ დაგვავიწყდეს. განსასწრებში ადამიანები იწვრთობიან. განსასწრებში ადამიანები ყალიბდებიან. განსასწრებში ადამიანები იძენენ ქრისტეს მიერ ხასიათს. ამიტომ არის განსასწრები, რომელიც მოდის. ზოგჯერ ჩვენ ღმერთის მიზანს ბოლომდე ვერ ხვდებით. მაგრამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ. საბოლოო ხსნა ჯერ კიდევ წინ არის. ამენ. ჰალელუია. ჩვენ ის არ ვიცით, რამდენი რამე აგვარი და უფალმა. ჩვენ მარტო იმას ხედავთ, რაც მოვიდა ჩვენ ცხოვრებაში. მაგრამ რაც აგარი და უფალმა, როგორც უფალმა შენმა ფარი აფარებული გიცავს და რამდენი რაღაცისგან დაგვიცვა უფალმა და იმაზე მეტი არ მოვა თქვენზე, რისი გადატანაც არ შეგიძლიათ. ჰალელუია. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, შემოძრფასებო, რომ ხშირად განსასწრები გვაჩვენებს ჩვენ რას ვენდობით სინამდვილეში. სად არის ჩვენი იმედი? ვინ არის ჩვენი კლდე? ზუსტად განსასწრებში ჩდება ეს ყველაფერი. ახალ აღთქმაში კიდევ ვხედავთ კლდის საბოლოო სახე, როგორც მოციქული პავლე ამბობს, ხოლო ის კლდე იყო იესო ქრისტე. ამინ. ქრისტე არის, მოდი ყველამ თქვა, ჩვენი ხსნა. შემოძრფასებო, ქრისტეში უნდა ვიცოდეთ ჩვენ, რომ ჩვენი ხსნის საფუძველი, ჩვენი იმედი, ჩვენი უსაფრთხოება ეს უფალი იესო ქრისტე არის. ჰალელუია. და ჩვენი მტრებიც ხედავენ ამას, ეს ძალიან ძლიერი მუხლი არის ზრფასებო. ჩვენი მტრები ხედავენ ამას. იცით როგორ ხედავენ ზრფასებო? აი, როდესაც მორწმუნე ადამიანი განსასწრებშიც კი მშვიდობას ინარჩუნებს. როცა მორწმუნე ადამიანი განსასწრებშიც კი ძალას იკრებს. არ აქსმენიათ? საიდან აქ ამდენი ძალა ამ ადამიანსო? რითი უძლებო ამ ყველაფერს? მისი ძლიერება ღმერთი არის. ისინი ხვდებიან, იცით რატომ ამას? ხანდახან ურწმუნო ადამიანები უფრო მეტად ხედავენ ჩვენ ძალას, ვიდრე ჩვენ თვითონ ხედავთ. იმიტომ რომ ისინი ხვდებიან, იციან საკუთარი თავი, საკუთარი სისუსტეები და როცა ხედავენ ღმერთზე მინდობილ ადამიანში ძლიერებას, ამას ისინიც კი ხედავენ. გახსოვთ ზურფასებო, ისტორიული მაგალითია ჩვენთვის დანიელი ლომების ხაროში რო ჩააგდეს. დილით რომ მიირბინა მეფემ დარიოსმა მთელი ღამე ვერ დაიძინა. არ უნდა და დანიელის გაწირვა, მაგრამ კანონი მიიღეს ასეთი. ხო არის კანონები, რომელსაც მიიღებენ ადამიანები, მერე ის კანონი აღარ მოეწონებათ, მაგრამ ტყვედარიან უკვე აყვანილები. დარიოსმა კანონი გამოსცა. ადამიანებმა მოატყუეს, რომ მოდი ესეთი კანონი გამოცეთო, რომ მთელი თვე სხვა ღმერთთან ვინც ილოცებსო, რომ ლომების ხაროში ჩავაგდოთ. შენს გარდა თუ ვინმეზე ილოცებენო და დარიოს მოეწონა და მოაწერა ხელი. მაგრამ ეს კანონი მიმართული იყო ისისთვის წინააღმდეგ. ნახეთ, სახელმწიფომ კანონი მიიღო ერთი კაცის წინააღმდეგ. ამიტომ რა გვიკვირს, რომ რაღაცა კანონები მიიღონ, რომელმაც ჩვენ შეიძლება რაღაცაში შეგვზღუდოს. ერთი კაცის დანიელის წინააღმდეგ მიიღეს ამხელა ქვეყანამ მიიღო კანონი. იმიტომ რომ სხვა რო ვერაფერი მოუძებნეს მტრებამ, მოდი მის კანონში მაინც მოუძებნოთ რაღაცაო და
დაინახეს მათ, რომ დანიელი დღეში 3-ჯერ ლოცულობდა ხოლმე სხვა თავის ღმერთთან. აი ამათ ჭკვიანურად იფიქრეს, დანიელი ამას მაინც არ მოიშლის და მეფეს რო კანონს მივაღებინებთ, ნახე როგორი მზაკვარი ადამიანი, იმ კანონის მიხედვით მე ლომების ხაროში ჩავაგდებთ. არა და სპარსეთში კანონი იყო, მეფე რო კანონს ხელს მოაწერდა, თვითონაც აღარ შეეძლო იმ კანონიდან გადახრა. ჩვენ ებრალოდ თქვა გაუჩალიჩესო რა იმას დანიელს. და დანიელმა იცით რა გააკეთა? დანიელს ზემოქმედება არ მოუხდენია ამ ყველაფერს, მისი საყრდენი კლდე ღმერთი იყო. წერია რომ ადიოდა დანიელი დღეში 3-ჯერ ლოცულობდა ისე როგორც ჩვეულებრივად. არაფერი შეცვლილა მის ცხოვრებაში. იმ კანონმა არ შეცვალა მისი ცხოვრება, ის მაინც იმას აკეთებდა, რაც ღმერთმა სინაშე მიაჩნდა სწორი. ეკლესია ამ სულში უნდა ვიდოდეთ. ჩვენ უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე ნებისმიერ სიტუაციაში და არაფერი არ უნდა შევცვალოთ. შეიძლება მეთოდები შევცვალოთ, მაგრამ შინაარსი არ იცვლება. და რა არის იცით? ნახეთ, მეფემ რომ მიირბინა, აი აქ რა არის საინტერესო ზურფასებო ამ ისტორიულ მაგალითში, მთელი ღამე ვერ დაიძინა დილით რომ მიირბინა, რას ეკითხება? ცოცხალი ხარ ღვთისმსახურო? შეძლო შენმა ღმერთმა უშენი გადარჩენა? და როცა მტერმაც კი იცოდა, ამ ადამიანმაც კი იცოდა რომ დანიელის კლდე სხვანაირი იყო. დანიელის საყრდენი რო სხვანაირი იყო, თვითონ ამ მეფემაც იცოდა და ეკითხება და დანიელმა ამოზახა იქიდან, ის ცოცხალი იყო. მეფეს გაუხარდა. ამოიყვანა და ვინც ეს კანონი მიაღებინა, ისინი ჩაყარეს იქ. და იმდენად იყვნენ ლომები, ძურფასებო, დამშეულები, რომ ჰაერშივე გაგლიჯეს ისინი. არა და დანიელმა მთელი ღამე გაატარა მათთან. რატომ? კლდე მისი საყრდენი ღმერთი იყო. ჰალელუია. ამიტომ მოდი ძურფასებო, ჩავიხედოთ ჩვენს გულებში და კითხვა დაუსვოთ ჩვენ საკუთარ თავებს, რომ ვინ არის ჩემი საყრდენი? რა არის ჩემი საყრდენი? რა არის ჩემი კლდე ჩემს ცხოვრებაში? რაზე ხარ დაიმედოვნებული? ფულზე, საკუთარ ძალაზე, ადამიანებზე, ძალაუფლებაზე თუ იესო ქრისტეზე? იესო ქრისტე არის ჩვენი საყრდენი. თუ იესო ქრისტეა ჩვენი საყრდენი, მაშინ ჩემო ძურფასო ძმაოდადებო, ყოველგვარი შიში კარგავს თავის ძალას. ჩვენ აღარ გვეშინია მომავლის. ჩვენ არ გვეშინია გარემოებების. ჩვენ არ გვეშინია იმ მომავალი რაღაცეების, რომელიც ხვალე შეიძლება მოვიდეს ჩვენს ცხოვრებაში, იმიტომ რომ ჩვენი კლდე უფალი არის. და ერთ რამეს გეტყვით, თუ ასე ვცხოვრობთ, ჩვენ კლდეზე დაიმედოვნებულები, რაღაცეები ჩვენს ცხოვრებაში შეიძლება აღარ მოვიდეს. და მართლა აგვარიდოს უფალმა, იმიტომ რომ ფარია ჩვენი უფალი. მაგრამ ადამიანები, რომლებიც ვერ ვსწავლობთ, რომ ღმერთია ჩვენი კლდე და საყრდენი, შეიძლება რაღაცები მოვიდეს, იმიტომ რომ ვისწავლოთ ჩვენ ღმერთზე დაიმედოვნება. რამდენი ადამიანი წავა ეკლესიიდან თავის საყრდენს მოძებნეს ვითომ ქვეყნიერებაზე, მერე წლები გადის, ბრუნდებიან და მეუნებიან, რამდენი წელი დავკარგეთ ძმაო, მივხვდით რომ არ უნდა მიგვეტოვებინა უფალი და ეკლესია. დღესაც არის ბევრი, რომელიც ამას ვერ აფასებს, მაგრამ მინდა ყველას გითხრათ, ვინც ამას აფასებთ. არ მიატოვო შენი კლდე. არ მიატოვო შენი საყრდენი, ის უფალია. იმიტომ რომ დავითი ამბობს, მხოლოდ ის არის ჩემი კლდე და ხსნა ჩემი სიმაგრე არ შევირყევი. ჰალელუია. ამიტომ ჩემო ძურფასო ეკლესია ნუ გეშინია ამ წუთის სოფლის მუქარის. ნუ გეშინია ძურფასებო ამ ცხოვრებაში რა შეიძლება მოვიდეს ჩვენზე. ნუ ფიქრობთ ხვალინდელ საშიშროებებზე, მაგრამ დღეს მივხვდეთ იმას, რომ ჩვენი საყრდენი კლდე უფალი არის. ჰალელუია. და თუ მე მოვიდა ცხოვრებაში რაიმე განსასწრელი, შენი საყრდენი კლდე დაგიცავს. მისი თანდასწრება იქნება, შენ არ დაეცემი შენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ უფალი არის შენი საყრდენი. ჰალელუია. დაგვეხმაროს ღმერთი ძურფასებო. და რაც უნდა ვიცოდეთ ჩვენი ნამდვილი კლდე, ასევე ამ თემაზე დღეს არ ვილაპარაკებ, დრო აღარ გვაქვს, მაგრამ ჩვენი ნამდვილი კლდე ვლინდება ასევე ჩვენ ცხოვრებაში, იცით როგორ კრიზისში, მაშინაც კი, როცა ღმერთი სიმართლის წინაშე გვაყენებს.
და რას გულისხმობა მასში. მაგალითად ზოგჯერ როცა საჭირო არის მონანიება, თავდაბლობა, ბოდიშის მოხდა, საკუთარი დანაშაულის აღიარება. მინდა გითხრათ ზურფასებო, ასეთ მომენტებში არიან ადამიანები, რომლებიც სხვა საყრდენებს ეძებენ. იმის მაგივრად რომ მოიბოდიშონ, იმის მაგივრად რომ ცოდვა აღიარონ, მოინანიონ. ადამიანები სხვადასხვა მეთოდებს მიმართავენ, რომ ისევ აღიდგინონ ავტორიტეტი, ისევ აღიდგინონ ძალაუფლება, ისევ აღიდგინონ ის, რაც დაკარგეს. და არა იმ საყრდენებით, რომელსაც ქვია თავდაბლობა, მონანიება, უფლის წინაშე თავის მოდრეკა. ამიტომ შემოზრფასებო, თუ ჩვენი კლდე უფალი არის. არც ესეთ დროს მე ამ თემას ახლა ვეღარ გამორჩობ დროის სიმცირის გამო, თორე კი მაქვს აქ რაღაცები მონიშნული, მაგრამ მინდა გითხრათ, ასეთ დროსაც იცოდე შენი კლდე უფალია. პატიებელი უფალია. ნუ დაიმედებ შენ თავს, ნუ დაარწმუნებ შენ თავს, რომ არაფერი არ მომხდარა. ადამიანებს ხშირად სრულ იმედები აქვთ. შენ ღმერთთან გადაწყვიტე ეს პრობლემა. საყრდენი უფალია, პატიებელი უფალი არის, შემდობი შენ ცხოვრებაში უფალია. ამ დღეებში ერთი ფრაზა მომისმინე, რომელმაც ჩამოფიქრა, სხვა დროს არ დავფიქრებულ ვარ. ერთი წემსი მეუნება, ადამიანი მოვიდა ჩემთან, ეკლესიის წევრზე არ არის ლაპარაკი და მეუნება, შემინდეო ძმაო, მიპატიებიაო, კაცო, არაფერი პრობლემა არ არისო. არა, პატიებას არ აკითხო, შენდობას აკითხო. და ეს რაღა არისო და პატიებით შეძმა, მაპატიო, მაგრამ შემინდეო, ნდობა არ მინდა შენი დავკარგო. ეს ნდობა შეინარჩუნე ჩემს მიმართო. და რო ვიფიქრე ზრფასებო, კი შეიძლება შესოდო ჩემს წინაშე, მომატყუო, რაღაცა გააკეთო ცუდი, გაპატიო. მაგრამ იცით რა არის? ნდობა არ დაკარგოთ ნდობა ადამიანთა წინაშე. ხანდახან შეიძლება ძალიან უბრალო რამის გამო დაკარგო ადამიანების ნდობა. შეიძლება კაპიკების გამო დაკარგო ადამიანების ნდობა. შეიძლება შენი ამბიციების გამო დაკარგო ადამიანების ნდობა. შენი ცოდვის გამო დაკარგო ადამიანების ნდობა. შეიძლება ღმერთი პატიებელია, მაგრამ ადამიანების კპატიობენ, მაგრამ გენდობიან კი? ამიტომ მოდი ზრფასებო, ჩვენი საყრდენისგან, ჩვენი კლდისგან ვისწავლოთ ყველაფერი ცხოვრებაში, რასაც გვასწავლის თავისი წერილის მიხედვით. კარგი ზრფასებო, მოდი წამოვდგეთ ფეხზე. მოდი ჩვენს გულებს დაუვსვათ კითხვა და აი ამ კითხვას გავცეთ პასუხი. თუ შენი საყრდენი ჯერ კიდევ იესო ქრისტე არ არის, მოდი ჩვენს ლოცვაში მოვიტანოთ ჩვენი გულები მის წინაშე. თუ იმი არის ამ დარბაზში პირველად მოსული ადამიანი, თუ დღეს მოისმინე ღმერთის სიტყვა და გინდა რომ შენი საყრდენი უფალი გახდეს და მოინანიო შენი განვლილი ცხოვრება და იესო მიიღო უფლად ასეთ ადამიანებს თუ არიან, შეგიძლიათ გამოხვიდეთ წინ და ვილოცებთ თქვენი გულისთვის. მაგრამ მოდი ყველა მაღვაბროთ ხელები. მე მინდა რომ ეს ლოცვა იყოს სრულიად გააზრებული და სერიოზული შემოძრფასო ეკლესიაო. მინდა რომ სრულიად გააზრებულად ახლა ვილოცოთ აი ამ საკითხისთვის. მე მინდა რომ ყურადღება მივაქციოთ, რაც მოვისმინეთ და შენს გულში დასვი კითხვა, ვინ არის შენი საყრდენი? ვის ენდობი, ვის ეყრდნობი? და თუ კი აღმოაჩენ რომ შენი საყრდენი ჯერ კიდევ ბოლომდე უფალი არ არის, ეს სიტყვა იმისთვის იყო, რომ შენ დღეს მიენდო ღმერთს, შენ დღეს თხოვა სულიწმინდას, რომ მოგიტანო შენ შინაგან ადამიანში აი ეს ნდობა. ყველაფერი ღმერთის სულისგან მოდის კარგი ადამიანში და ამიტომ არ დაგვაუწყდეს ყოველთვის, როცა რაიმე პრობლემაც გაქვს, ნუ ეცდები შენი საკუთარი ძალებით მოგვარებას, მიმართე ღმერთს. მოუხმე სულიწმინდას, რომ სულიწმინდა მიმოქმედოს შენს გულში, რაც შენ არ შეგიძლია, ის უფალ შეუძლია. ჩვენ რომ არ შეგვეძლო საკუთარი თავის ხსნა, იმიტომ მოვიდა უფალი ქვეყანაზე, იმიტომ მოკვდა გოლგოთის ჯვარზე. ჩვენ რომ შეგვეძლო საკუთარი თავის გამოსწორება, რომ ცოდვილი ბუნება, წმინდა ბუნებით შეგვეცვალა, იესო მოკვდა ჩვენი ცოდვებისთვის. და იესომ თქვა, მე თქვენ ობლად არ დაგტოვებთ. იესომ თქვა, რომ მოვიდო და მისი მსგავსი
სულიწმინდა მოვიდოდა, რომელიც სულიწმინდა ძვირფასებო ასწავლიდა ადამიანებს და არიგებდა, ამხელდა. ამიტომ ჩვენ ნებისმიერ სიტუაციაში, ჩვენ როდესაც ვლოცულობთ, როდესაც გაქვს რაიმე სისუსტე, ნაკლი, ცოდვა, უნდობლობა, უპატიებლობა, რისხვა, სიძულვილი, მოდი უფალთან. იესოს მიმართე, რომ სულიწმინდა ჩაღვარო შენს გულში, ყველა კარგი თვისება, შეცვალოს ეს მანკიერი მიდგომები და ჩადოს თავისი სულით შენში ის, რაც თავისი მადლით უკვე მოგვანიჭა გოლგოთის ჯვარზე. მოდი ვისწავლოთ ეს გზა. ზეციერო მამაო, წმინდაო ღმერთო, ჩვენ მადლობას გიხდით შენი მადლისთვის და შენი წყალობისთვის. მადლობა უფალო, რომ შენი კურთხევა და მადლი ღმერთო იდებულო არის ყოველ ჩვენთაგანზე უფალო. მადლობა შენ, ჩემო წმინდაო მამაო, ჩვენ ვაღიარებთ დღეს და ვაცხადებთ ამ ადგილზე. შენ ახარ ჩვენი კლდე, შენ ახარ ჩვენი საყრდენი. ჰალელუია, მადლობა და ქება შენ უფალო. შენ ახარ ჩვენი ფარი, ჩვენი თავშესაფარი, ჩვენი სიმაგრე, ჩვენი ხსნა. მადლობა შენ. შენ ახარ ჩვენი გამარჯვების წყარო. ამიტომ გთხოვთ დღეს უფალო, შენი სულიწმინდით გვასწავლე და ჩაღვარე ჩვენში ძალა, ცოდნა და გვასწავლე უფალო, შენზე მინდობა. თუ არ ახარ უფალო, რომელიმე ჩვენთაგანი ცხოვრებაში კიდევ საყრდენი კლდე და გვეხმარე უფალო, იმოქმედე ჩვენ შინაგან ადამიანში სულწმინდავ, რომ ჩვენი საყრდენი გახდე შენ. ჰალელუია, მადლობა და ქება შენ უფალო. ამ იმედისთვის, ამ ნუგეშისთვის, რომ შენ არტოვებ შენ შვილებს ობლად ამ ქვეყანაზე, მადლობა შენ. მადლობა შენ. ო ჰალელუია, სულწმინდა ამზუთებში, შენ იმოქმედე ამ დარბაზში, იმოქმედე ყოველი ადამიანის გულში, აღავსე შენი სულით, აღავსე შენი მადლით. მოდი ილოცეთ ძვირფასებო, ორი წუთი აღივსეთ სულიწმინდით. უნდა დუმდება თქვენი ბაგეები, აღიმაღლეთ ხმა. მოუხმეთ ღმერთის დიდებულ სულს, მოუხმეთ მის მადლს, მის ძალას, მის ნდობას. ჰალელუია, ჰალელუია, მიიღე შენ ქება დიდება და თაყვანისცემა. შენ ახარ უფალი ღმერთი. ჰალელუია, ჰალელუია, გადმოღვარე შენი მადლი და წყალობა ჩემო უფალო ღმერთო. მოგვეცი ნდობა შენ და მიღმერთო იდებულო, მოგვეცი ნდობა შენ და ჩემო წმინდაო ზეციერო მამაო, განადიდე შენი სახელი უფალო ღმერთო. ო სულწმინდაო, ჩვენ ადამიანები ვართ, ჩვენ ხშირად გარემოებებზე ვართ დამოკიდებული და გთხოვ სულწმინდაო, შენი მოქმედე ჩვენში, გაგვიმტკიცე იმედი, რწმენა, რომ მთელი გულით მოგენდოთ შენ. ჩვენი იმედი და ჩვენი საყრდენი არასდროს არ იყოს ფული, არასდროს არ იყოს ძალაუფლება, არასდროს არ იყოს კარიერა, არ იყოს ადამიანი ღმერთო იდებულო, ან საკუთარი ძალები ღმერთო, ჩვენი საყრდენი ყოველთვის იყო შენ უფალო. და გვეხმარე მამაო, შენ ხარ ის საყრდენი, რომელიც არასდროს არ იშლება, შენ ხარ ის საყრდენი, რომელიც ყოველთვის მუდმივი არის, შენ ღმერთი ხარ, რომელიც არ იცვლები. იცვლებიან გარემოებები, მაგრამ შენ უცვლელი ხარ ღმერთო, შენს ხასიათში, შენს ბუნებაში, შენს გადაწყვეტილებებში, შენს სიტყვაში ღმერთო იდებულო, შენს დაპირებებში. მადლობა შენ მამაო, შენ ახარ ჩვენი იმედი, ჩვენი ნუგეში, გენდობით შენ უფალო, გენდობით შენ უფალო. ჰალელუია, მიიღე შენ ქება დიდება, შენ განდობ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, შენ განდობ უფალო შენი სიტყვის აღსრულებას ღმერთო და გვეხმარე. შეიძლება რაღაც არც გვესმის უფალო ჩვენ, მაგრამ დაგვეხმარე რომ შენ სიტყვას დავეყრდნოთ. შენი სიტყვა იყოს ჩვენთვის ყოველთვის საყრდენი და იმედი. ჰალელუია, მადლობა შენ, ჩემო ზეციერო მამაო, წმინდა უმარადიულო ღმერთო, შენ ხედავ უფალო ღმერთო ეკლესიაში, ვინ რას გადის უფალო, ვის ცხოვრებაში რა ქარიშხალია ღმერთო. გთხოვ უფალო, ვინ საავადმყოფობას გადის ღმერთო, მიეცემათ იმედი და ნუგეში. შენი სიტყვა გვეუბნება რომ შენი ჭრილობები ჩვენ განკურნებულები ვართ უფალო. მადლობა შენ, მადლობა შენ. ჩვენ ვეყრდნობით ამ სიტყვას და ვაცხადებთ ყველა ავადმყოფობისგან განკურნებას იესო ქრისტეს სახელით. თუ ამ დარბაზში არის ვინმე ახლა
თავისი ავადმყოფობით თუ გილოცია და არ მოვიდა ჯერ შენ ცხოვრებაში აი ამ წუთებში მინდა გითხრა იესო და მისი სიტყვა გაიხადე საყრდენად ამენ იესო და მისი სიტყვა გაიხადე საყრდენად ქრისტეს ჭრილობები შენ განკურნებული ხარ და შენს ლოცვაში უთხარი უფალო ჩემი იმედი შენ ახარ ჩემი იმედი არ არის მარტო ეკლესიის ლოცვა ჩემი იმედი არ არის რომელიმე ადამიანი ჩემი იმედი შენ ახარ რადგან შენ მოკვდი იესო გოლგოთის ჯვარზე ჩემი ცოდვებისთვის და ჩემი ავადმყოფობებისთვის ამენ და ამ წუთებში ვინც ამას აღიარებ და ვინც აი ამ სიტყვას საყრდენად იხდით იესო ქრისტეს სახელით მიიღეთ განკურნება იესო ქრისტეს სახელით ჰალელუია თუ რომელიმე ცოდვაზე ამბობ ვერ ველევი ძმაო აღიარე უფლის წინაშე შენი მდგომარეობა და იცოდე რომ იესომ შენი ცოდვები აიტანა გოლგოთის ჯვარზე და უთხარი იესო შენ ახარ ჩემი საყრდენი შენ მე გოლგოთის ჯვარზე უკვე გამანთავისუფლე და დღეს ვაცხადებ თავისუფლებას პორნოგრაფიისგან თავისუფლებას ალკოჰოლისგან თავისუფლებას ნარკომანიისგან იესო ქრისტეს სახელით თუ ვერ გიპატიებია თქვი იესო ქრისტეს სახელით უარს ვაცხადებ უპატიებლობაზე სიძულვილზე ვირჩევ პატიებას ვირჩევ სიყვარულს იესო ქრისტეს სახელით იმიტომ რომ იესო ქრისტეა ჩემი საყრდენი მე მჯერა აი ამ წუთებში ღმერთის დიდებული სული მოქმედებს ამ ადამიანებში ვინც ამას ღებულობს ამ სიტყვას და თქვენ არ დარჩებით უნაყოფოთ მის შემეცნებაში იესო ქრისტეს სახელით ჰალელუია ჰალელუია იესო ქრისტეს სახელით მიიღე განკურნება იესო ქრისტეს სახელით ჰალელუია 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 დიდებული არის ჩვენი უფალი მიიღე განკურნება ჭიყვისგან იესო ქრისტეს სახელით მიიღე განკურნება იესო ქრისტეს სახელით ის ცოცხალია ის დიდებულია ამენ მოდი ყველა ვთქვათ ღმერთია ჩემი საყრდენი კლდე ჰალელუია მას მიანდე შენი მომავალი